ოპოზიციის ნაწილის საერთო გეგმა ცნობილია, რომ პოლიტიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. სწორედ ამ მოტივით დროას ლიდერთან ერთად შიმშილობა გედევან ფოფხაზემაც შეწყვიტა. ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადება საზოგადოებას პარლამენტის წინ დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გააცნო. მათი თქმით, სისტემის დასამარცხებლად უკომპრომისო ბრძოლას აპირებენ, თუმცა არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ამ დრომდე უარი არ უთქვამთ სხვა ოპოზიციურ პარტიებს. ლელოსა და გახარია საქართველოსთვის. საკითხი პოლიტიკური შეფასებების თემაა. გორში ოპოზიციის ნაწილი არჩევნების მიმართ ბოიკოტს დადებითად აფასებს. ხელისუფლებაში კი ხოშტარიას და ფოფხაზის პროტესტს ამომრჩევლის გამასხარებად მიიჩნევენ. მე ვთვლი, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები საერთოდ არა არჩევნები, ეს არის სპექტაკლი, ფარსი, მორიგი და ამ ფარსში იმიტომ კი არა, რომ ოპოზიცია წააგებს, იმიტომ არა, რომ ოპოზიციას შანსები არ აქვს. უბრალოდ ამას არ ქვია არჩევნები და ამ სახით და ამ მოცემულობით არ შეიძლება 4 ოქტომბრის არჩევნებს ერქვას არჩევნები, ისევე როგორც 26 ოქტომბრის არჩევნები არ ყოფილა არჩევნები. მაგათმა ვერ დაამტკიცეს ვერანაირად და ვერ დაამტკიცა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული. დავიწყოთ მაქედან, ხო? და ეხლა მოდის ჩვეულებრივად არჩევნები და იმ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. თუ ხარ შენ პოლიტიკური პარტია და თუ ფიქრობ ქვეყნის მომავალზე, თუ ფიქრობ, რომ მართველი პარტია არ მართავს ისე, როგორც საჭირო. არა აქვთ იმედი და ზუსტად ეგ არის მნიშვნელოვანი. ერთ-ერთმა აღნიშნა კიდევაც, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნებიც რო დაინიშნოსო, თქვენ არ აგაქვთ შანსი, ანუ ეს იყო თვითონ ოპოზიციის წარმომადგენელი. რაც შეეხება თვითონ შიმშილობას, ეს იყო შეურაცხყოფა იმ საზოგადოებისა და იმ ადამიანებისა, ვინც მაგათ გულშემატკივრობენ, ეს არის ასე ვიტყოდი ძეცდომილები, იმიტომ ვერ ერკვევია რაშია საქმე და მაგათმა ერთხელ კიდევ დაინახეს, რაც გააკეთა მაგალითად ელენე ხოშტარიამ და გედი ფოფხაძემ, იგივე გედეონ. ოპოზიციას თვითონ არაფერი არ უნდა, რასაც ეტყვიან, ეს უნდა გააკეთონ. დავალებას მიიღებენ მონაწილეობას, დავალებას მიიღებენ, არ მიიღოთ მონაწილეობა, არ მიიღებენ მონაწილეობას. შიმშილობა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ და საერთოდ ყველა აქტივობა, ეხლა 10 კაციანი, 20 კაციანი და ასე შემდეგ, მიმართულია იქითკენ, რომ მათმა დაფინანსებულმა საინფორმაციო სააგენტოებმა დასავლეთს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ რაღაცა საკეთებენ. რომ იქიდან მერე ხარი დაუჭირონ და ხელი შეუწყონ საქართველოში არეულობების დაწყებას და ახლა ამ ბოლო დროს ყველა იძახის, რომ რევოლუციური გზით უნდა წავიდეს და ასე შემდეგ. როცა ადამიანები, როცა პოლიტიკური ჯგუფი ხვდება, რომ საქართველოს მოსახლეობა არ აირჩევს და არც ხმას არ აძლევს, მერე გადადიან დესტრუქციაზე, რევოლუციებზე და ასე შემდეგ.